მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა, რადიო სივრცის ეთერში FM 98.5-ზე. მაუწყებლობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან. დღეს 1 მაისია, ხუთშაბათი და ჩვენ ვაგრძელებთ შუადღის პოლიტიკის მეორე სეზონს. მე გურამ ნიკოლაშვილი ვარ და ჩვენ მიმდინარე გადაცემაში ვაშუქებთ საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის საქმიანობას და იმ საკითხებს, რომელთანაც გამკლავება უწევს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ნიკუშა მარქსი, ნიკოლოზ ქობულაძე, რომელთანაც ანალიტიკოსი, პოლიტიკის ანალიტიკოსი, რომელთანაც ვილაპარაკებთ პირველ რიგში დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე, იმიტომ რომ 1 მაისი ეს არის მშრომელთა დღე. და ყველაზე მეტად ხშირად არის ხოლმე ლაპარაკი რაღაც მემარცხენე მოძრაობებზე და პირველ რიგში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებასთან ერთად მინდა რომ ფოკუსში მოვაქციოთ სწორედ ეს ასპექტი და ის პოლიტიკური პერსპექტივები, რაც შეიძლება დღეს გლობალურად შექმნილ ვითარებაში და ჩვენნაირ ქვეყანაში შეიძლება კონდეს მემარცხენეობას ერთგვარი დასაყრდენი და საფუძველი. ცხადია რომ ჩვენ ასევე შევეხებით იმ შეიძლება ითქვას შიდა ფრონტის ხაზს, სადაც რაზეც ეს მოძრაობა გადის, ერთგვარი რაღაც წინააღმდეგობის ცენტრები, იმიტომ რომ ყველაფერს ჭირდება რაღაც გარკვეული დასაყრდენი და ვილაპარაკებთ სწორედ აი მათ შეფასებებზე, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც გვაქვს, ხა რაღაცებზე მეტი ინფორმაცია მაქვს, რაღაცებზე ნაკლები, მაგრამ ერთია რომ რაც არ უნდა მოძებნო, ძალიან მწირია ხოლმე ეს ინფორმაცია და ბუნებრივია, შემდეგ გადავალთ აი გლობალურ მოვლენებზე, რომელიც ასევე ახდენს ზემოქმედებას ჩვენს მიმდინარე კონტექსტზე. რა სიტყვი ქართულ მემარცხენეობაზე დღეს? პირველ რიგში მოგესალმებით. ძალიან მომწონს თქვენი გადაცემა, ხშირად უყურებ, იმიტომ რომ მართლა უცბად ვიზახი ამას, და ძალიან საინტერესოა რა. ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ძალიან გვაკლია ანალიტიკა, ძალიან სამწუხაროდ. რომ მინდა ხოლმე რომ რაღაც ქართულად მოვისმინო ესეთი განსხვავებული აზრი და ძალიან მიჭირს ხოლმე თქვენი გადაცემები, თქვენი რადიოს იძლევა ამის საშუალებას. ახლა თემაზე გადავიდეთ, პროექტში 1 მაისს მიულოცა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა მართლა მსოფლიო ისტორიაში, იმიტომ რომ მთელი ეს ჩვენა, ანუ ეს კეთილდღეობის სახელმწიფოები, რაც გვაქვს და როდესაც მივისწრაფით მთელ მსოფლიოში, რაც ბოლო საუკუნეა ნახევარში შეიცვალა, ეს არის სწორედ ამ დღის სამსახურება იდეაში, ამ დღის იდეების დამსახურება და ახლა გადავიდეთ ცუდ ნაწილზე. მემარცხენე მოძრაობა საქართველოში ძალიან ცუდ დღეშია და რაც ყველაზე სამწუხაროა არა მარტო საქართველოში. ანუ რეალურად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია მემარცხენე მოძრაობები რა. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ თითქოს იყო საშუალება რომ აი მოსცილებოდა მთელი ეს საბჭოური წარსული და აღმოჩნდა რომ საბჭოთა კავშირთან ერთად იდეაში მთავარი იდეებიც გაქრა და საბუჯამში ამან ყველაფერმა მიიღო რაღაც ისეთი ფორმები რომ მემარცხენე მოძრაობა ფაქტობრივად ასოცირებული გახდა რაღაცა ულტრალიბერალურ ნარატივთან, რომელმაც ფაქტობრივად მოკლა რა ეს მოძრაობები. იმიტომ რომ აი ხა ეკონომიკური თანასწორობის თემებიდან ნელ-ნელა ჩვენ გადავედით უფლებრივი თანასწორობის და სხვადასხვა მარგინალური რო გამოდის რომ ანუ ადრე იყო იდეა რომ აი ჩვენ უნდა შევცვალოთ ეკონომიკა და ამ ეკონომიკის ცვლილებით უნდა გავაუმჯობესოთ ადამიანების ცხოვრება. თანამედროვე ცხოვრებაში აღმოჩნდა რომ ეკონომიკას ვერ ცვლი და ამიტომაც დაიწყეს კულტურის ცვლილება და ამ კულტურის ცვლილებამ გამოიწვია ის რომ ანუ ადამიანების ცხოვრების დონე და ის პრობლემები ისევ იგივე რჩება, უბრალოდ ემატება რაღაცა სხვა პრობლემები. აი ხა მაგალითად ენის გართულება, რომ აი რაღაც კულტურული თემები, რომელიც იწვევს პრობლემებს. ხა საქართველოში ეს კიდე შედარებით ჩვენთან ისევ არის, მაგრამ ხა ამერიკაში ხო ვიცით ხო ამან რა შედეგებიც მოიტანა, იმიტომ რომ ფაქტიურად ამერიკაში, რომელსაც სერიოზული პრობლემები აქვს, ხო? ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სოფლის ყველაზე დიდ სახელმწიფოში
რამოდენიმე ათეული მილიონი ადამიანი, აი ხა მაგალითად ბოლოს რო კითხულობდი, არის სადაც 40 მილიონი ადამიანი, რომელიც ხებლობს ეგეთ წოდებულ food stamps. ანუ საჭმელებზე გამოყოფილ ბარათებს, ტალონებს. და სადღაც არის 20 მილიონი ადამიანი, რომელიც არასოდეს არ ყოფილა ექიმთან. და ასეთ სახელმწიფოში, სადაც აქვს მართლა რეალური პრობლემები აქვს, ხო, რაღაცა რომ, იმიტომ რომ ამ ხალხს არ აქვს წვდომა. ასეთ სახელმწიფოში მთელი მემარცხენე მოძრაობა დავიდა იქამდე მოსახლეობის 0.1%-ის ტრანსების უფლებები გახდა მთავარი მემარცხენე პარტიის საარჩევნო კამპანიის თემა. რის გამოც წააგეს კიდევ საარჩევნები, ხო? ანუ იმიტომ რომ ეხლა ამერიკას თუ შევხედებული woke მოძრაობა. კი, იმიტომ რომ ეხლა ამერიკას თუ შევხედავთ, ხო? სინამდვილეში ამ რესპუბლიკელებს ამ ძიმეთ აქვთ საქმე დემოგრაფიულად. ანუ ძიმეთ აქვთ საქმე, იმიტომ რომ ანუ რესპუბლიკელების მთელი პოლიტიკა არის აგებული, ანუ მათი იდეები იდეაში არის ფაქტურად აი თეთრი მოსახლეობის იდეები და დემოკრატებმა ძალიან სწორი აქცენტი გააკეთეს მთელ ამ ემიგრაციულ მოსახლეობას და პლუს შრომელებზე და სინამდვილეში აი დემოგრაფიულად დემოკრატებს მე დიდი ხნის წინ ვკითხულობდი, ანუ 10 წლის წინ უკვე იყო ლაპარაკი, რომ რესპუბლიკელებმა რა უნდა გააკეთონო, რომ მოუგონ დემოკრატებსო. გააკეთეს. არა, აღმოჩნდა რომ ის ნაკლი რასაც ქვია, რომ ეს რაღაცა ულტრალიბერალიზმი, რომელიც ითვალისწინებდა აი ამ დღის სხვადასხვა პატარა ჯგუფების ინტერესების წინ დაყენებას, უპირატესობის მინიჭებას, იმის პოლიტიკურ დისკურსში ადაპტაციას, ამან გამოიწვია, ესე იგი, ამან მისცა ოპონენტებს საშუალება, რომ ეთამაშათ სწორედ ამ თემებს, ხო? კურამ, ამას ახსნაც აქვს. ეხლა მაგალითად თუ გახსოვს შენ ერთ-ერთ წინა არჩევნებზე, როდესაც დემოკრატებმა მოიგეს, მთავარი იდეა იყო ჯანაცვის თემა. ანუ ობამა ქერის და ამ შემდეგ. ანუ დემოკრატების იდეა მრავალჯერ იყო მაგალითად ჯანაცვის თემა. 90-იანებში ბილ კლინტონის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო ჯანდაცვის ცვლილება. ვერ გააკეთა. ობამას მთავარი დაპირებაც იყო ჯანაცვის ცვლილება, ვერ გააკეთა. ჯონ ბაიდენის ერთ-ერთი დაპირებაც იყო ჯანაცვის ცვლილება, ვერ გააკეთა, იმიტომ რომ ისინი ვერ ერევიან ამ ჯანაცვის ლობს, რომელსაც გინდა deep state დაარქვი, გინდა სხვა სახელს დაარქვი და ამის შედეგად რჩება, რომ შენ უნდა გადაიტანო მთელი საუბრები სხვა თემებზე რა, ანუ ეს სხვათა შორის ცოტა რომ გადაუხვიოთ თემიდან ძალიან საინტერესოა, რა ხან ჯანდაცვა ახსენე, ჯანდაცვა ძალიან მჭიდროდ არის ინტეგრირებული სადაზღვევო სისტემასთან. სწორედ ეხა გასულ შემოდგომაზე მოხდა ესეთი ლუიჯი მანჯიონი იყო ადამიანი, რომელმაც პირდაპირ შუა მანჰეტენზე მოკლა ერთ-ერთი დიდი სადაზღვევო კომპანიის CEO, რომელსაც იქვე რაღაც არტეფაქტებით მიხვდნენ, რომ ეს არის რაღაცა იდეოლოგიური მკვლელობა, ესე თქვი ების ჰილზებზე იყო წარწერები და რაღაცა და გამოცემულ წიგნთან იყო ერთგვარი რეფერენსი. შემდეგ მას მიაგნეს თორ დღეში, რომელიც გაიქცა და შემდეგ უბრალოდ ყველაფერი გასკდა იქიდან, რომ ეს ნიუსი უბრალოდ თორცდები CNN-მა რო დადო, უჩვეულოდ მაღალი აქტივობა შენიშნეს სოციქსელის კვალობაზე. ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, ემოცია იყო გამოხატული და კომენტარები და მე ხალხმა დაიწყო წერა თავისი პრობლემების და кейსების, აი ამ დაზღვევასთან დაკავშირებით და მათ დაინახეს, რომ ემპათიით იყო ხალხი გამსჭვალული დამნაშავის მიმართ, დაიწყო კამპანია, დაიწყეს ფულის შეგროვება ამ ადამიანის ადვოკატისთვის, მე გადმოიყვანეს და ეს პროცესი ახლაც მიდის. და არის უკვე ძალიან სერიოზული კულტურული ცვლილება, ხო? მაგრამ მიუხედავად ამ განწყობისა, ამერიკა ეს არის კაპიტალიზმზე შექმნილი სისტემა. გინდა არ გინდა, ანუ შენ რაც არ უნდა შემოიტანო მემარცხენე იდეოლოგია, ამერიკული გაგებით მემარცხენეს გულისხმობ. ან სხვა საკითხები და რაღაცა პალესტინის სოლიდარობა და უნივერსიტეტებში მოძრაობა ამას ვერ ვცვლი. ანუ სხვათა შორის მე ხა რადგან ეგრეთ მემარცხენე თუსოკიდან წამოსული დეპი ვარ, ყოველთვის ძალიან მეცინება ხოლმე, როდესაც ან მემარცხენებს მიაწევენ ხოლმე რაღაც ისეთ თემებს, რომელიც მასთან ანუ რატო რა რომ ლიბერალიზმი, ანუ ამერიკაში ვერ იქნებოდი შენ მემარცხენე, ანუ სახელს ვერ დაერქმევდი რა, ანუ ვერ დაერქმევდი თას სახელს ვერც სოციალისტს, ვერც ანარქისტს და ამიტომაც ამერიკაში ლიბერალიზმი გახდა მემარცხენეობის, ასე ვთქვათ, გამაიგივებელი, იმიტომ რომ სინამდვილეში ანუ ქართული ლიბერალიზმი, რომელიც არის მემარჯვენე და ულტრალიბერალური, ოღონდ ამერიკული გაგებით ამერიკაში სულ სხვა, ანუ ამერიკელი ლიბერალი არის ჩვეულებრივი ევროპელი სოციალ-დემოკრატი.
იმიტომ რომ ეს დაზუსტებას მოითხოვს, იმიტომ რომ ხო ხვდებით რომ ხშირად არის ძალიან არეულობა ხოლმე რა, იმიტომ რომ ხა საქართველოშიც აი ბოლო პერიოდამდე სანამ ქართველი ლიბერალები ამერიკაში ისწავლიდნენ და აღმოაჩენდნენ რომ მემარჯვენეები არ არიან იქაური ლიბერალები. ხო, მანამდე ძალიან ესეთი დისონანსი იყო ხოლმე, იმიტომ რომ შეძგე მახსოვდება ჩვენ ერთ თაობის ვართ რომ აი ქართველი ლიბერალები მე მახსოვს როდესაც ქართველმა ლიბერალებმა აღმოაჩინეს რომ ამერიკაში ლიბერალები არიან მემარცხენეები ძალიან სერიოზული კოგნიტური დისონანსი ჰქონდათ, იმიტომ რომ ხო ხვდები ანუ ხა საქართველოში ლიბერალი არის რაღაცა ეს ულტრამემარჯვენეობის ესეთი სერიოზული ფორმები, ამერიკაში პირიქით არის. ამერიკაში ამერიკელი ლიბერალი არის ჩვეულებრივი მემარცხენე, აი ევროპელი სოციალ-დემოკრატი, შეიძლება მემარჯვენე. ხო, ანუ იქ გადის რაღაცა ხაზებზე გადის ეს იდენტობა, ხო? ეს არის უმცირესობათა უფლებები, ეს არის მწვანე, ესე ვთქვათ, შეთანხმება დიდი, ეს პოლიტიკის რაღაცა უფრო გარემოს დაცვის მიმართ მზრუნველობა და ეს არის რაღაცა ერთგვარი მეტი თანასწორობა და კეთილდღეობა, მაგრამ სხვა შორის ჩვენ გუშინ უკვე მეორე გადაცემა ქონდა, ესეთი ახალი გადაცემა დავიწყეთ, მე გორგილაძე და ზაზა შათირიშვილი ვარ თანაწამყვანები ეპშტეინის კუნძული ქვია, ესეთი ოქსიმორონული სახელი, რომელიც არის შეხსენება, რა შეიძლება დაბადოს აი ამ ლიბერალურმა ფორმებმა და ეს არის თემა, რომელიც დღემდე მიწადანაც არ მიყრილი არის, ანუ ის ბოლომდე გახსნილი არ არის. სხვა შორის როცა 40 და მეტი წლის წინანდელი კენედის კვლევების ფაილებზე ლაპარაკობენ, სადაც პრინციპში დიდი არაფერი იქნება მოულოდნელობა, ყველაზე ცხელი თემა ესაა და ამაზე ხმას არავინ დიდად არ იღებს, ხო? რაღაც თითქოს დაძრეს, შემდეგი ტრამპი. მე მაინც გონია რომ ეს საკითხი ცოტა შანტაჟისთვის გამოიყენება დღეს სხვადასხვა ჩართული აქტორებისთვის, მაგრამ ის თქმა მინდა რომ ამ პროცესში ჩვენ დავინახეთ რომ დღევანდელი გადმოსახედიდან ეს სადაც გადის ეს ზღვარი, ესე ვთქვათ, იქ რა საკითხებიც გადის და საქართველოში სადაც გადის ეს განსხვავების ზღვარი, ეს აბსოლუტურად განსხვავებული და სხვადასხვა. პრინციპულად და არა შეუთავსებელი კი, ანუ ქართველი ლიბერალები და განსაკუთრებით ოპოზიციონერი რაღაც სერიოზული ნაწილია, რომელიც ამ დროს არიან ტრამპისტები იქ რა. და ეს კულტურული სხვაობა დიდად არის ეს ვთქვათ გაყოფილი და რაც თავარი ეს აი საწინააღმდეგო მოძრაობა, ხო, ყველაზე დიდი გამოხატულება, საიდანაც მე უკვე დაიწყო აღმასვლა მოუქიზმის, იყო Wall Street-ზე Occupy Wall Street მოძრაობა, რომელიც ხდება ტრანსფორმული და რაც ობამას დროს. ანუ ობამა, რომელიც ყველაზე უფრო რაღაცა პირველი შავკანიანი პრეზიდენტი, რაღაცა ლიბერალი იყო თავარი ის მამოძრავებელი ადამიანი, რომელმაც გაამყარა იმ შექმნილი კრიზისის დროს და მანამდე შექმნილი კრიზისის დროს, უკვე ბუშის მმართველობის დროს, ის წინააღმდეგობა, რაც ახასიათებდა ამერიკულ საზოგადოებას, ხო, როდესაც კორპორაციების და კაპიტალის უფლებები უფრო წინ დადგა და ამან ბიუჯეტის ხარჯზე მოხდა ამ კრიზისის გადაგორება, ესე ვთქვათ, ხო, ეს არის პარადოქსული მომენტი, ხო, ღირებულებები როგორ განსხვავდება პრაქტიკებისგან. ანუ მაშინ ხუმრობდნენ, რომ ესე იგი ანუ სოციალიზმი ბიზნესისთვის, კაპიტალიზმი ჩვენთვის. ხო, ხო და ანუ ეს მოდელი რეალურად ვინაიდან საუბარია საქართველოში კი არა და სოფლიოში ნომერ 1 ქვეყანაზე, ბუნებრივია რომ მის შიგნით მიმდინარე პროცესები თანამედროვე გლობალურ სამყაროში და საინფორმაციო ეპოქაში ბუნებრივია დიდ გავლენას ახდენს მთლიან სოფლიოს დისკურსს. ყოველ შემთხვევაში იმ ნაწილზე, რომელსაც მიეკუთვნება დასავლური სამყარო და ჩვენი სწორება სწორედ ამაზეა, თორე ხა შეიძლება სადღაც ინდოეთში ან რაღაცა სხვა ქვეყნებში, ვიეტნამში ეს დიდად არ უყურებდნენ და არ ქონდათ ამაზე, ხო? აზიურ ან აფრიკულ სახელმწიფოებს სწორებები. ჩვენთვის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რომ ეს აქ ზეგავლენას ახდენს. მაგრამ ქართული მემარცხენეობამ დღეს აირჩია ესე ვთქვათ, ქართული მემარცხენეობამ გურამ გეტყვი აირჩია. ქართული მემარცხენეობა დღეს არის ძალიან დამოკიდებული NGO სექტორზე. მოდი თქვათ რა, მე როგორც ადამიანი, რომელიც NGO სექტორიდან ვარ წამოსული, მინდა თქვა, რომ ქართული NGO სექტორი არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ქართულ სახელმწიფოს. ანუ ეს არის პრობლემა, რომელიც ჩვენ ძალიან გვიშლის ხელს. იმიტომ რომ არ შეიძლება ქვეყანაში კონდეს სექტორი, რომელიც მთლიანად მორგებულია ვიღაცების ინტერესებზე. იმიტომ რომ აი ხა მოდი ავიღოთ კლასიკური NGO სექტორი რა, ანუ როგორია კლასიკური NGO სექტორი? კლასიკური NGO სექტორი არის თანამონაწილეობაზე ადამიანების, როცა ანუ ადამიანები იკრიბებიან და ცდილობენ მოაგვარონ რაღაც პრობლემები საკუთარი ინიციატივით, მეორე არის მას აფინანსებს ბიზნესი, მესამე არის მას აფინანსებს სახელმწიფო.
მეოთხე ვარიანტი არის რაც საქართველოში. მას სახელმწიფოს, მას აფინანსებს სხვა სახელმწიფო. და ამან გამოიწვია რომ ფაქტიურად ყველაფერი ჩვენთან არის მორგებული სხვა სახელმწიფოების ინტერესებზე. ანუ მე თვითონ რომ მე მაგალითად ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვატარებდი ტრენინგებს რაღაც ჩემს ორგანიზაციაში, ჩემს კიდევ ერთ მეგობართან ერთად, რომელიც ასოცირებული ქართულ ოცნებასთან. ჩაგვხსნეს მარტო იმიტომ რომ ვიყავით ასოცირებული ქართულ ოცნებასთან. იცი რა, როდესაც ამაზე ვლაპარაკობთ, ანუ რასაც ჩვენ ახლა ახსენებ, რთული ხდება ხოლმე ამისი ახსნა იმ ანუ ოპონენტებისთვის. ანუ მოდი გურამ ეს თემა მათორი მნიშვნელოვანი. ხა წარმოვიდგინე რა რომ ანუ რატო ქმნის პრობლემას 2022 წელს, როდესაც დაიწყო ომი უკრაინაში, ქართულმა NGO სექტორმა ძალიან ბევრი რაღაცა გააკეთა, რომელიც უკვე თან როგორ არის, რომ იმდენი რაღაცა გააკეთეს, რომ უკვე ვეღარ ძიმახსოვრებ. მაგალითად, თუ გახსოვს, 5-მა NGO ორგანიზაციამ მოითხოვა, რომ საქართველოს შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. ერთ-ერთი მთავარი. ანუ წარმოვიდგინეთ, ჩვენ ვამბობდით, რომ აი იმ რუსეთს არ შევუტანთ ქართულ პროდუქციას. და ამით მივაყენებდით ზარალს. შენ ახლა წარმოვიდგინე, რომელიმე სახელმწიფოში, აი მაგალითად საფრანგეთში ფრანგულმა NGO სექტორმა რო თქვას, რომ ჩვენ არ გავყიდით ფრანგულ ღვინოს სადმე. ხო შეხო წარმოგიდგენია ფრანგული ბიზნესი რას უზამდა იმ NGO სექტორს, იმიტომ რომ იქ არის ტრადიცია, რომ ბიზნესი და სახელმწიფო თავისი პირდაპირი ან არაპირდაპირი გავლენებით ამ NGO სექტორს აწვდის ინფორმაციას, რომ ისინი მათ ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. ჩვენთან რა ხდება? ანუ ჩვენთან არის რომ რაღაცა იქიდან მოვიდა. შეიძლება დირექტივა, შეიძლება მინიშნება, შეიძლება იყოს აი როგორ ვარიანტიც, აი რომის პაპზე უფრო კათოლიკების თემა ხო იცი, რომ ანუ შენ გინდა რომ თავი მოაწონდე, რომ ფაქტობრივად წარმოვიდგინე რა ჩვენ 2022 წელს ქართული NGO სექტორი ჩვენგან ითხოვდა რომ ჩვენ მივიღოთ მონაწილეობა საომარ-მოქმედებებში, დავხმარებოდით უკრაინას მოხალისეებით, შეერაღებით, სანქციებს შევერთებოდით, ეკონომიკური სხვა რაღაც პრობლემები შეგვექნა და საპასუხო რა არის, რომ 3 წელიწადში ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული ეკონომიკური ზრდა. ამ ეკონომიკური ზრდის შედეგად 3 წელიწადში სერიოზული თანხა მიიღო საქართველოს. ხო, მაგრამ ნიკოш ღირებულებები, ანუ ნახე შენთვის შემოთავაზებული ამას გააჩნია ეს როგორც კეთდება, ამას გააჩნია თავისი მოდელი და არქიტექტურა, ხვდებით? ამიტომაც როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, შეიძლება ეხლა ჩვენ მსმენელის უმრავლესობას 99% ეს ყველაფერი ესმის და მისთვის მისაღებია, მაგრამ არსებობს იქ რაღაცა 1%, რომელიც ასევე გვისმის და ესე ვთქვათ, მისი გონებრივი სტრუქტურა, მაინდსეტი სხვანაირად არის აბსოლუტურად. მისთვის შეთავაზებულია, რომ სამყაროს აბსოლუტურად განსხვავებული ხედვა, რომ ის ყველაფერი, რაც ჩვენ ლაპარაკობ, რომ უცხოური დაფინანსება, იქაური დღის წესრიგი, რაღაცა მინიშნება, ეს ყველაფერი არის სიკეთე. ეს ყველაფერი ემსახურება ღირებულებებს. ჩვენ ვართ აქ რაღაცა პოსტსაბჭოთა ველური ქვეყანა, საბჭოთა ადამიანებით დასახლებული, რომელიც აპრიორი ნიშნავს ეს ყველაფერი. ცუდი, ეს ყველაფერი მე როგორ დავესესხები ოპონენტებს, დავიტყვი, ეს არის საბჭოთა მუტანტებით პირდაპირ ესე თქვა ერთ-ერთი პარტიის დამფუძნებელმა, რომ ეს არის საბჭოთა მუტანტებით დასახლებული ქვეყანა და იქიდან მოდის განმანათლებლობა, რომელსაც შენ უნდა გამოიყვანოს თანამედროვე ევროპელი ეს ადამიანი, რომელსაც ეხა ის განსხვავებები, რაც შენ ვილაპარაკი, ხვდები, ამერიკა ხო ცივილიზაციის რაღაცა ის უჭირავს ჩირაღდანი, იქ შეიძლება განსხვავებენ, მე შიდა ამბავია. ჩვენ რაღაც ზოგად საკაცობრიო დასავლელი უნდა გამოიყვანოთ და ეს დღის წესრიგი შენ თუ ამის მიხედვით იმოქმედ, ანუ ამ სახელმძღვანელოთი ისწავლი და რასაც მე დავალებებს იქ წიგს რო სწავლობ, მასწავლებელი მეორე ხო არის დავალებების როეული იქაც ხო უნდა შეასრულო. ამას თუ გააკეთებ, შენ თავისთავად ცხონდები ანუ მან არის ერთი მომენტი რა. შეხედე მე ძალიან კარგად ვიცნობ რუსულენოვან ასე ვთქვათ ჩვენს სივრცეს იმიტომ რომ ანუ რუსულად კითხულობ ბავშვობიდან და ძალიან ბევრს ვიცნობ და უკრაინასაც კარგად ვიცნობ და რუსულსაც კარგად ვიცნობ და ადრე მქონდა ასეთი მაგალითი რომ ანუ საქართველოს ძალიან არადეკვატურად ფიქცეოდით 90-იან 2000-იან წლებში რაც სერიოზულად ყოველთვის თuliდი რომ ანუ ბევრად ნაკლები ზარალი გვექნებოდა ოდნავ ადეკვატურები რა ყოფილიყავით თუნდაც ესეთი პოლიტიკა რო ქონდა როგორც ახლა გვაქვს
თუმცა მე რაღაც პერიოდის მერე 2010-იანებში აღმოჩნდა რომ არსებობდა სახელმწიფო რომელთანაც შედარებით საქართველოს იყო აი რაღაც ისეთი რაციონალიზმის აბსოლუტ ეს ხო უკრაინა ან უკრაინა ზუსტად ისე იქცევა როგორი წარმოდგენაც აქვს დასავლელებს რომ ანუ უკრაინამ ყველაფერი გააკეთა როგორც მას უთხეს უნდა გაეკეთებია. მიიღო რამე. ხო, აი ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ ამ თემაზე, დღეს არის აქტუალური, რომ გუშინ მოეწარა ხელი, ეგრეთ წოდებული, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში მიდის ლაპარაკი და იქცა ქვაკუთხედად სამშვიდობო მოლაპარაკებებში მეტალების ხო? ხო, და რაღაცა წიაღისეულის შეთანხმება ამერიკასთან და რუსეთს შორის. ფინანსთა მინისტრი იყო ამერიკის, ვინც ხელი მოაწერა და იქიდან ქალი, რა ქვია, ეს რაღაც მინისტრია ის ქალი, მოკლედ ჩასული, თუ მოკლედ გაფორმდა ეს ხელშეკრულება, ეხლა იქ რაღაც დეტალებზე ალბათ საკანონმდებლო დონეზე აისახება კიდე შეთანხმება, მაგრამ მთელი შეთანხმება, მოკლედ არსი რა არის, რომელიც უკვე მედია საშუალებების მხრიდან იყიდება როგორც უკრაინის გამარჯვება. იყიდება როგორც აი 2008 წელს ხო იცი რომ საქართველოს კი, მოვიგეთ რომ. ხო, აი დაახლოებით ასე იყიდება. ანუ ნახე, უყურე რა არის რამდენი ხანი შეიძლება ხა ეს გაგრძელდეს ხო მე ეს არის კაი ფურცელზე შეთანხმება ეს ხო გადავა იმაში რა ქვია რეალობაში მოქმედებაში ჯერ ფურცელზეც წერია რომ ესე იგი დიდი ზარზეიმით იყიდება აბსოლუტურად არაფერს თქველი ფრაზები რომ წიაღისეული ეკუთვნის უკრაინას ანუ თუნდაც წიაღისეულს არ არის რა თქმა უნდა მიწაში აზრდებს ის ეკუთვნის უკრაინას მაგრამ ლაპარაკი არის იმის გამოყენებაზე ხო ცხადია უნდა ჩაიდოს კიდე გარკვეული ინვესტიცია თუმცა უკრაინას ვალად არ დაეწერება აქამდე გაწეული დახმარება ომში ის რომ თავარი რომ შეიცვალა ომის პარადიგმა რომ აქამდე თურმე უკრაინა ომობდა დასავლეთისთვის ეს მიდგომა იყო თუ გახსოვს შენ მე მახსოვს უკრაინას ეუბნებოდნენ რომ ჩვენ მოგცემ დინდენ ფულს რამდენიც გჭირდება ოღონდ გაჩუქებთო კი მართალია იქ ვიღაცები ვისაც ჰქონდა წარმოდგენა ხვდებოდით რომ ლენდლიზი არ არის ჩუქება იმიტომ რომ ლენდლიზი არც საბჭოთა კავშირზე უჩუქებია და არც დიდი ბრიტანეთისთვის ეს ვიცოდით მაგრამ ხო ამბობდნენ მაგას ანუ ამას წარმოაჩენდეთ ანუ უკრაინა მიიღო ანუ ამერიკაში იცვლება უბრალოდ პრეზიდენტი თექნოლოგიები სხვა და იცვლება ყველაფერი ხო ან კიან პარადიგმა ყველაფერი იცვლება შემდეგ რას ვიღებთ ჩვენ ანუ ეხლა ძალიან მაინტერესებს როგორ მოახერხებენ ოპონენტები რომ ეს უბრალოდ უკრაინა მოახერხებენ არა გურამ არ გაყოფად არა გურამ ანუ მან და არის შეხედე ანუ რატომ ეს NGO სექტორიც და ანუ აი დასავლეთის თავარი სიძლიერე სინამდვილეში პოპერეთში ცი რა არის ეს ინსტიტუტები რომლებიც ძალიან კარგად ჩამოაყალიბეს ანუ მე რა მაქვს იცი რომ მე მაქვს მთელი ჩემი ცხოვრება ყველანაირი კონსპიროლოგი წინამდე კი ვიყავ ახლაც იგივე აზრზე ვარ უბრალოდ რაღაც მომენტში აღმოვაჩინე რომ კონსპიროლოგიების რაღაც ნაწილი რეალობაა სინამდვილეში. ანუ რა გულისხმობ, ახლა მაგალითად ჯონ კენედის მკვლელობაზე რომ გამოვიდა ინფორმაციები, იქ ძალიან ბევრი ფაქტები გამოვიდა, რომ მაგალითად ერთ-ერთი ფაქტები არის ცერუ როგორ წამლავდა ძროხებს აღმოსავლეთ გერმანიაში. იმიტომ რომ დავარდნილიყო ხო ნუ იქ სადაც წერია რომ იქ შაქარს წამდა მაგრამ ეგ არის ეგ უყურე ეგეც მეორე მხარეა რა ნახე თავარი ის არის რა ფაქტს გამოვიდა თავარი არის ამისი რაკურსი და შეფასება ანუ რა ემოციურ კონტექსტს მოაყოლა არა შაქარზე რო ეწერა იქ დიდი შანსია რომ ლაპარაკი იმაზეა რომ იმათო ვერ შეასრულეს ანგარიში ეგეთი დაწერეს და მე თქვენს გამოვიდა ხო და ანუ მე რას ვამბობ ხო და მე ანუ ეგ ძალიან ეგეც манипуляციის კი გეთანხმები მაგრამ აქ მეორე მომენტი ანუ მე რას ვამბობ იცი რომ დასავლეთის ეს ინსტიტუტები მაგალითად NGO სექტორი ახერხებს რომ უკრაინაში მთლიანად გააკონტროლოს მედია სივრცე ანუ უკრაინაში არ არსებობს განსხვავებული აზრი ანუ ვისაც განსხვავებული აზრი ქონდა უბრალოდ მოკლეს ანუ ის კი არა რომ დავუშვათ რაღაცა არა მართლა მოკლეს რა თან მე გამოცხადეთ რომ რუსეთის აგენტი იყო ვიღაცა შეიძლება მართლა აგენტი იყო მაგაზე არ არის ლაპარაკი. ხო, თავარი რომ კონტექსტია და შენ როგორ ჭილში და ამის ყველაზე კარგი მაგალითი აგერ საქართველოს, როცა შენ ელაპარაკები ადამიანებს დღეების განმავლობაში და უბრალოდ უთულესია რომ ათქმევინო რომ შავზე შავია და აზრი არა, აზრი არა. მას აქვს ეს მაინდსეტი, რომელიც აგებული არის რაღაცა აი იდენტობის წერტილებზე. ანუ ნახე, აპრიორი არის ერთი რამე, რომ რაც არ უნდა მოვიდეს ევროპიდან და საერთოდ არც უყურებ ეს რასა თუ როტია თუ ვიღაცა ოდიოზური ტიპია იქიდან თუ გეუბნებიან ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება თუ ლაპარაკი არის რაღაცა რ-ზე რო იწყება აი რ რუსეთი კრემლი რუსული გამრავლების ტაბულაც რო იყოს მენდელეევის ტაბულაც რომ იყოს ეს აპრიორი ცუდი ეხლა როდესაც აი ეს
შენ გაქვს განტოლება, სადაც ეს ორი ცვლადია, არ უნდა იყოს ცვლადი, უცვლელი უნდა იყოს და შენ აქ უნდა აწყო განტოლება, შენ წარმოიდგინე ხარ რა ცოტა ის რჩება სივრცე, ხო რაღაცა სამოქმედო კი. შესაბამისად დაუბრუნდეთ უკრაინას და აი ამ წიაღისეულზე და რაღაცა შრომაზე რო გადავიდეთ, ხო ჩვენ რა მივიღეთ, რომ ესე იგი ლაპარაკია იმაზე, რომ რასაც ამოვიღებთ და დღეს კითხულობდი და მეც დავწერე რაღაცა პატარა ესეთი მიმოხილვა იმასთან დაკავშირებით, რომ იქ ლაპარაკია რომ მართლა არის, მოკლედ იდიხან იყო ლაპარაკი რომ არ არის გაზომილი, რა არის, როგორ არის, მაგრამ რაღაც მასალები აჩვენებს, რომ იდენტიფიცირებულია სავარაუდოდ არის. ის ადგილები იდენტიფიცირებულია, ეხლა მთელი უკრაინის ტერიტორიაზე ძებნას იმითი არ დაიწყებენ, ხო? მეტალის დეტექტორით, არამედ იციან სად რა უნდა იპოვონ. თუმცა ამას კვლევები ჭირდება და აფინანსება და ამ პროცესს დაწყებენ და ეს ამას წლები ჭირდება. პირველ რიგში ამას ჭირდება ომის შეწყვეტა, იმიტომ რომ სანამ რაკეტები დაფრინავს, იქ ვინ შეუშვებს ახლა ამერიკულ კომპანიას. ხო ისე, მაგრამ ამერიკამ პირველ რიგში უკრაინისგან გაინაღდა, რომ მე თუ ეს ყველაფერი ესე შევცვალე, თვითონ რას იღებს? როგორც ბანკი და სანამ სესხს დაგიმტკიცებს შენ ჯერ იპოთეკას ხო გქონე ჯერ ფულს მოგზევს და მე ჯერ იპოთეკა უნდა ჩაიდოს ყველას აქვს სესხი და ძალიან კარგი ცისას ვლაპარაკობ დოკუმენტაციაზე ხელი უნდა მოაწოს მთელი პროცედურები რო სრულდება ანგარიშზე თანხა მერე ჯდება ანუ ესე დაასრულა ამ ქვეყნის ესე ვთქვათ გაფორმება უკრაინა იღებს მარტივ რაღაცას რომ თქვა უკვე ტრამპმა რა იგი მაგრამ სულ იმაზე ვლაპარაკობ უკრაინაზე რუსეთი რას თმობს და რუსეთი თმობსო მის განზრახვას რომ მთელი უკრაინა არ დაიპყროს ანუ დიდი ალბათობით ესეა მაგრამ მთელი უკრაინის არ დათმობს თუ რუსეთი თმობს ტრამპის წარმოდგენაში ესე იგი რაღაც ნაწილს ესე იგი აძლევ ხო ესე ანუ ჩვენ ვიღებთ რას რომ ის რაც რჩება უკრაინის თქვა 80% 90% ხვალდაზე გრო უნდა განხორციელდეს ის თქვა ამ წიაღისეულის მოპოვება რაც ყველაზე მეტად ჭირდება დასავლეთს რომ ჩინეთთან ამ გამსაფრებული სავაჭრო ომის დროს არ იყოს დამოკიდებული ჩინეთზე 90% ჩინეთი იღებს მოიპოვებს ამუშავებს და მით უმეტეს ინდუსტრიაც ყველაფერი დასავლური საქონელი იკეთდება ბუნებრივად აწვდის თავისივე ბაზარს ხო ანუ ეს ინდუსტრიული ჯაჭვი დღეს ცდილობს დასავლეთში შეცვალოს, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ყველანაირი ბერკეტი არის ჩინეთის ხელში. ხვალ რომ მან მოინდომოს ტაივანის უკან დაბრუნება სიყვაზე და შენ არა შენ რო შეუტიო უცებ ერთჩვენერ დღეს აღმოჩნდები ყველაფრის გარეშე. ხო რაკეტები დაგიხდება. ყველაფრის გარეშე დაგიხდება ეგერ ესპანეთში. ხო არა ისე აქედან გამომდინარე იმას ეუბნებიან რომ ეს ჩვენ ხო ისედაც გვჭირდება ბუნებრივია რომ მოპოვებაში ფულს დებ. ოღონდ შენ ქმნი ფონდ სადაც ეს ყველაფერი დათვლილია. იქ წერია ის რომ ხვალდაზე გრო იარაღს მიაწოდებს ამასაც ფულად დაუთვლის და ეს ამ შეთანხმებიდან წამოიღებს 50% ისედაც ამერიკის არის აი ამ რეალიზების შედეგად მიღებული შემოსავალი და 50% აძლევს უკრაინას რომელიც იდება ფონდ რეკონსტრუქციის ფონდში და ამ ფონდით უნდა მოხდეს შემდეგ უკრაინის ამერიკელები გააკონტროლებენ უკრაინამ უნდა იმუშაოს თავის წიაღისეულის ამოღებაზე და უნდა შემდეგ ამავე ფულით უნდა აღადგინოს თავისივე დარჩენილი ქვეყანა. ანუ ეს არის ამ შეთანხმების არსი. ამერიკისგან იღებს, არა, ამერიკისგან იღებს ხო არ გონია თქვენ? არა, გურამ. ამერიკისგან იღებს საწყის ინვესტიციას, ამას ფული ჭირდება თავიდან. რომელსაც ამერიკული იღებს გარანტიას, დაცვის. მან მეც ასე ვთქვი, მე აბსოლუტურად დარწმუნებული იყავი, რომ ყველა სარემონტო საშუალებებს, იმას სამუშაოებს, ყველაფერს ამერიკელები გააკეთებენ. ამერიკული კომპანიები გააკეთებენ, ამერიკული ბიზნესი გააკეთებს. ისა კომპანია გააკეთებს, მაგრამ მუშახელი იქნება. ხო, თქო უნდა. შესაბამისად აქედან ჩვენ შეგვიძლია ეს არის ეს ანუ შენ ყველაზე ველური ტიპის კაპიტალიზმის მოდელს იღებ პრაქტიკულად უკრაინაში რა. თავი რა იცი, შეხედე, ანუ და ხარ მუდმივ თან გაქვს ვალდებულები ვალის მუდმივი გრძნობა, რომ შენ ამ ქვეყანამ გადაგარჩინო. კოლონია ხარ. და ნახე ხვალდაც ძალიან მალე რამდენიმე წელიწადში ეს ჯერ უნდა გაფორმდეს და ჩამთავრდეს ხო ეს პროცესი. მე ამას ვერსად ვერ წავულენ, რომ აუცილებლად დაიწყება დისკურსი, კი მაგრამ საერთოდ როგორ ცხოვრობდით და იქ რა მივიდა. აი ზუსტად მე მაგრამ მე მანდ მაქვს ერთ პრობლემა გეუბნები რა, რომ ყველაზე მეტად აი რითიც აღვთოვანებ ვარ დასავლეთით რა. ანუ ის შორსო თავი დავანებოთ. მონობას კიდის თავისუფლება. 2022 წლის აპრილში რო გაეფორმებია ზავი. ხო, ყველაფერი მორჩებოდა. იმ ომის შედეგად აღმოჩნდებოდა რომ უკრაინელებმა გმირულად დაიცვეს საკუთარი ქვეყანა. მართლა ანუ რუსეთის არაადეკვატური წარმოდგენით რომ 150,000 კაცით 9 მილიონი კაცს დაამარცხებდნენ აღმოჩნდა
სიდებილე რუსების გრადუს, ხო? ანუ მართლა ობიექტურად დაამარცხეს რუსეთი. ანუ რუსეთს დარჩებოდა ყირიმის პერსპექტივა, რომ 10 წლის მერე უნდა განხილულიყო და 4 რეგიონი, რომელიც შეიერთა, იქ იქნებოდა რაღაც კულტურული ადმინისტრაციები. და პლუს ამას, ანუ ერთადერთი რაც იქნებოდა, რომ უკრაინა იტყოდა, რომ არ შევდივარ ნატოში. ხო, მაგრამ ამის საფრთხე ჩვენ მოგცეს მოდელი. თანაც ნატოში όμως დარღებულობენ. ხო, ნუ ეხა ისე გვიან ისეთია, მაგრამ როდესაც ეგ არის მთელი ახე დასავლეთის ამერიკაზე, ამერიკა დგას ამერიკულ ოცნებაზე, ხო? ამერიკული ოცნება ეს არის რაღაც რწმენა იმისი, რომ აი არის რაღაც ნათელი მომავალი. აი ამ გზაში რამდენი ეწირება, ჩვენ ხო მარტო success stories გიყვებიან, შენ კაცმა ბევრი იმუშავა, მე გახდა მილიონერი და იყიდა იახტა. შენ მარტო იმ გზაზე რამდენმა ცადა იგივე და არ გამოვიდა, ეს ისტორიები არ ჩანს. ეს არის ემიგრაციის და ემიგრანტების ქვეყანები და რო წერენ ხოლმე რომ ვიღაც ქართულმა სადღაც ჩააბარა ჯერ აქ რო გვიხარია იქ წავა ამერიკაში და აღარ ჩამოვა და ან კიდე იქ ვიღაცამ რაღაცას მიაღწია რამდენი 1000 ადამიანია წასული ეს არის აი არსებს ძალიან გადარჩენილი შეცდომა ქვია მაგას კი მოგეთ ეს არის მარკეტინგი თავის მწვერვალით მოიგონეს დასავლეთში და ძალიან კარგად წარმოებს პოლიტიკური მარკეტინგი როგორ უნდა შენ რაღაც წარმოსახვას იმუშაო და იბრძოლო რაღაც ღირებულებებისთვის და არ შეხედო აი ამ რეალობას და ეს უკრაინის მაგალითზე რა იყო და რა მივიღეთ აი კონტექსტებს და შეფასებებს მოვაშორეთ თუ უბრალოდ ავიღებთ 2020 ყველაფრის მერე 2014 წლის მერე 2022 წლის 23 აპრილის უკრაინას და შემდეგ ავიღებთ მას შემდეგ ნებისმიერი დღის უკრაინას უბრალოდ აი ადამიანებში მიწაში რესურსით რაღაც სახელმწიფოებრიობითაც კი და სუვერენიტეტის ხარისხითაც კი უბრალოდ სად და როგორ შენ იღებ აი დღეს ჩვენ მივიღეთ ეხლა შეიძლება განსხვავება იყოს პოლიტიკურ შემფასებლებს შორის მაგრამ ჩვენ მივიღეთ 21 საუკუნეში გერმანია უბრალოდ მეორე მსოფლიო ომში დამარცხებული გაყოფილი გერმანია ის გერმანია რომელიც იქ იყო კიდე რაღაცა თავისი კომპლექსების ქვეშ ამერიკული ბაზებით სავსე მათ მიერ უზრუნველყოფილი ხო ოღონდ ანუ 4 ქვეყანას არ ყავს დაპყრობილი რა ერთ ყავს ამ ეტაპზე ხო უბრალოდ იმან მოახერხა ეგრე ამერიკა თქვა რომ იცი მარტო მე ვარ და გაიწყება ისინი ცდილობენ რომ აქ შევიდნენ რაღაცა ინტერესი გქონდეს შეიძლება რამდენიმე სხვა ფრანგულან ბრიტანულ კომპანიებსაც რაღაცას მისცენ ანუ ბრიტანულ კომპანიებს ისე ოდესაში დაუტოვონ ხორბლის გამოტანის უფლება ან ასე შემდეგ ყოველ შემთხვევაში ის რომ შენ მოკლული დათვის ტყავის გაყოფათ ეხა ეს ვერ დაინახო აი ეს პროცესი სადაც მე არც როგორ და მოახერხა გურამ მანდ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი ხასაც ჩვენ ახლა ვამბობთ ანუ ჩვენც კი ძალიან ხშირად გვაქვს შეზღუდვები რაცაც ვერ ვამბობთ რა ანუ საქართველოში და არამედ საქართველოში ლამის თესობებს ჩამოყალიბდა ორმაგი აი თუ გახსოვს ერთ ჩვენს წინათ ალბომამდე რომ აი კუხნის პოლიტიკა რომ კუხნაში ამობდნენ სიმართლეს საქართველოში რეალურად ეგრეა რა რომ ანუ მაგალითად Facebook-ზე არავინ არ წერს იმასაც ფიქრობს იშვიათი რადიკალების გარდა ყველა ანუ მე ხა შეხება მაქვს რა ვიცი როგორც თავრობასთან დაახლოებულ ტიპებთან ისე NGO სექტორთან და თავშოთ ოპოზიციის ტიპებთან უმრავლესობა სენატში ჩვეულებრივ საუბრებში დაახლოებით ერთნაირად ვაზრობთ და ერთნაირად ფიქრობთ ოღონდ როცა ოფიციალურად საუბრობთ ხოლმე შედარებით ახლოს გავართ ახლა რაღაცნაირებში უფრო დავშვათ პროსამთავრობო დავარქვათ ასეთ ტიპები ისინი აბსოლუტურად განსხვავებულად ამბობენ. ეხლაც რო დაუბრუნდეთ თემას რა. ეხლაც კი აბსოლუტურად ამაგი შეკითხვის დასმაც კი რომ უკრაინამ უღირდა კი ეს ყველაფერი ამათ ეს უკვე ნიშნავს რომ შეხარ ექსტრემისტი იდეაში. შეხარ პრორუსული ხარ ექსტრემისტი. შეხარ რაღაცა გაყიდული შეხარ მე ჩამოვაყალიბე ესეთი კონცეფტი, როცა მომიწია ჩემ კოლეგა რადიოში სტუმრება და მე თქვი ეს რაღაცა რომ აი ომი ვინ დაიწყო ეს ვინ დაიწყო ხო საქართველოს ომიდან ეს თავარი კითხვა ის არის ამის იქით აღარ არის და მაშინ ძალიან ჩემი აზრით სწორად უთხარი ნახე რუსეთი არის აგრესორი რუსეთი დაესხა უკრაინას თავს უკრაინამ თავდასხმა მოიგერია ერთი არის თავდასხმის მოგერიება და მეორე არის როდეს შენ ამას მოიგერიებ რაღაც მომენტზე ეს იყო სწორად ისტანბულის მოლაპარაკებები და შესაძლებლობა რომ იქნებ რაღაც გაჩერებულიყო რომ მე შენ იღებ გადაწყვეტილებას რომ მე ომს ვაგრძელებ თუ არ ვაგრძელებ თუ ვიწყებ მოლაპარაკებას ხო რომ მოიგერიებ მე შენ შეგიძლია რომ არა ეხლა მე ანშეტევაზე გადავალ დავიბრუნებ იმ ტერიტორიებს ეგ მოხდა 2008 წელს საქართველოშიც
აჭარის მაგალითმა განაპირობა რომ არა ჩვენ შეგვიძლია ეს იმას ვთქვათ რა ქვია მოვიპოვოთ და რაღაც მომენტში გიმტყურა ნერვმა და ის პროვოკაცია რომელიც ყოველწელს ხდებოდა სადღაც აყევი შეხვედი გაგიჩნდა ილუზია რომ დავიბრუნებ და მე კი ნახე რაც მე ანუ ეს ყველაფერი დღეს იმის თქმა რომ უკრაინა ომში დამარცხდა რაც თქვი და ანუ არა რანაირად იძახი რომი არ მორჩენილა ანუ ვეუბნები რომ ეს ფაქტორები რაც უკვე არის ეს ყველაფერი ამაზე მიუთითებს ანუ წარმოიდგინე ხანხელშეკრულება წაიკითხე რა წერი ეს უკვე გულისხმობს თავის თავში რომელი ამერიკელი შეიძლება დღეს რაც ხდება რომ რაზე ამონათებენ პუტინს რომ თან მშვიდობაზე ლაპარაკობ და ვითომ მოლაპარაკებზე მოდიხავ და თან არ წყდებაო იქაო სროლა ან დრონების დაბომბვა ეს არ წყდება. არა აქ იმას მოწერილი ხელშეკრულებით. ფეხებზე არ კიდე აბსოლუტურად ცინიკურია. ხო ამ მიდგომაში. და ზღვაზე რატო არ არის? ხო იყო ლაპარაკი რომ კაი ზღვა მოდის საზღვაო ის გავაფორმოთ, აღარ დავბომბოთ გერბი. და ზღვაზე არ ყოფილა იმის მერე. მაგრამ აბა დრონები არ შეუწყვეტავს. ბუნებრივია. ის თავის იმას მოლაპარაკებას ახმარსაც ეს ომს აქვს თავის წესები. ომში იღუპება ადამიანი, ეს არის უდიდესი ტრაგედია და რაღაცა ჰუმანიზმი და ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც წარმოუდგენიათ ხოლმე რა. ხო, ეს არის აბსოლუტური ეს ომი არის საშინელება, ხდება რა. ამ ომს თავის წესები აქვს რა. და ომიდან მით უმეტეს რომ მე მგონი არ არსებობს კაცობრიობის განმავლობაში ხანა და დრო და აწრეული როცა ომი სადმე მაინც არ ხდება. აქედან გამომდინარე დღეს იმის თქმა რომ უკრაინა დამარცხდა და ეს არის საშინელება და მით უმეტეს რომ ამის განჭრეტა შეიძლებოდა, რომ რუსეთმა რახანეს დაიწყო ის უდიდეს მსხვერპლს გაიღებს, მაგრამ არ დათმობს, ხო, რაღაცას, იმიტომ რომ ეს სახელმწიფოს ბუნება მათი. ანუ ამერიკა, ბრიტანეთი, საფრანგეთი. ამ სამი ქვეყნის ჯამური მსხვერპლი მეორე მსოფლიო ომის დროს არის 1 მილიონი ადამიანი. სამხედრო სამოქალაქო. საბჭოთა კავშირის არის 27 მილიონი. დღეს ტანიც მაგაზეც ამუნათებენ, რომ აი რომც მოგეგო მარტო შენო და იმის დახმარების გარეშე ხო ვერ მოიგებდიო დასავლეთსო, მაგრამ რომც მოგეგო ამ ხელა მსხვერპლი აბა რა არის, ხო ხდებით? ამიტომ ეს ესეთი სახელმწიფო. და ბუნებრივია რომ აი ამ პირობებში რომ იქ საქართველოს აირჩია გეზი რომელიც მას გადაარჩენდა და არ აღმოჩნდებოდა რაღაცაში ჩათრეული, დღეს ეს დასამონათებელი. აქედან გამომდინარე, მაინც რომ დაუბრუნდეთ თემას და ეს უკრაინაში მოკლედ შენ მართალი ხარ და სულად გეთახვები რომ რაღაცის თქმა დღეს იწვევს თელ ტიპის განწყობების ადამიანის მოზღვებას და როგორ ბედაო. რა გიხარ, არაფერი არ გიხარე, გიხარია, კი არ გიხარია, მოხარული ხარ იმისი რომ რაღაცნაირად ამ 3 წლის თავზე შენ დღეს იქ ხარ, სადაც ხარ და სადღაც ვინც სხვანაირი არჩევანი გააკეთა, ის სხვაგან არის, ხო ეს ხო და რო დაუბრუნდეთ ქართულ რეალობას და მოძრაობას, ეს არის სადაც წეღანო ახსენე, სადაც გადის ეს ზღვარი. ეს არის ჭიათურა. ეს არის სხვადასხვა ინდუსტრიული ქალაქები, სადაც ძირითადად იცი მე ხშირად ვეძებ ხოლმე რაღაცა მასალას და აი თქვათ რაღაც შეფასებებს, ანალიტიკურ დოკუმენტს, რომ მაგალითად რა არის ეს პრობლემა. ხო ხტები ერთის მხრივ შენ აწყდები რაღაცა პუბლიკაციებს, ვიცი რა, ეს აღარ არის ჭიათურა, რაც იყო, მithumete საუკუნის წინ 2 საუკუნის წინ თუ საუკუნის დასაწყისში, იმიტომ რომ მადანი სტრუქტურა შეცვლილია, უფრო გაღარიბებული მადანია, ბოჭოს ვიღაცა გეუბნება რომ არა ეს არ არის და რთული ხდება ობიექტური ინფორმაციის ისეთი მოძიება, სრული შეფასების, მე პირადად მესმის რაღაცა მემარცხენე განწყობა, მემარჯვენე განწყობა, იცი რა არსებობს. ინვესტორი და მე ინვესტორი ყოველთვის მართალია, ულტრა მემარჯვენე მიდგომა. არსებობს რაღაცა მემარცხენე, რომელსაც ვისმენ საიდანღაც, იცი რა არის, სახელმწიფო მაიღოს ყველა რისკი, თუ რამე ზარალი იქნება, ეს დააფინანსოს და აბსოლუტური პრიმატი უნდა მიენიჭოს, იქ მომუშავეს, რომელიც უნდა იყოს ჩართული დირექტორატში, სად გაიყიდება ნედლეული ამის მოპოვება, რაღაცა სხვადასხვა უფლებები, მოკლედ ჩვენ უნდა მართოთ ეს ქალაქი, იმიტომ რომ ეს დოვლათი ეკუთვნის ესე ვთქვათ ხალხს. იდა თუ ხალხს ეკუთვნის, მარტო ჭიათურას რატო ეკუთვნის? ანუ აქ ამ ლოგიკაში წაყოლაც მიჭირს, ხო ხტები? მე პირადად მომხრევა, რომ უნდა იყოს მონაცემთა ბაზაზე და რეალურ სურათზე დაყრდნობილი გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ რა ვიცოდეთ, რომ იქ პირველ რიგში რა რესურსია ლაპარაკი. არ არის გამორიცხული, შეიძლება სახელმწიფო კომპანიებს კი არ ვიცი ნამდვილებით. ძალიან დიდ ქვეყნებში ისე სტრატეგიული ფინეთშიც კი მაგალითად იმის არყის წარმოება არის სახელმწიფოს. Nokia სიგარას აწარმოებს მხოლოდ სახელმწიფო. Nokia იყო თავის დროზე, ანუ გადაარჩინეს სახელმწიფო კომპანია. შეიძლება, მაგრამ ეს ხო უნდა იყოს რაღაც გათვლაზე დაფუძნებული. შენაც გავაგზავნებ აბსოლუტურად. მე გეტყვას თამს, რომ მე თვითონაც ვარ ასეთი ტიპი, რომ ყოველთვის მაინტერესებს ციფრები, ყოველთვის მაინტერესებს რიცხვები, მაჩვენებლები. მე ჭიათურასთან დაკავშირებით მაქვს ცოტა როცა შემითხარი, გითხარი არ ვიცი. ანუ რატო არ ვიცი, იცი?
არ ვიცი რა ხდება რა. ანუ ხო ხვდები ხა მე თვითონ რადგან მემარცხენე ტრადიციიდან ვარ გამოსული და ჩემი მეგობრები იქ არიან, ისინი რასაც მიყვებიან, ხვდები ხოლმე რომ იმათი სიმპათიები სხვანაირია რა. მეორეს მხრივ ოპონენტები რასაც ამბობენ, ხვდები რომ ისეთ განსხვავებული. ანუ მე რას ვამბობ რა, შეხედე რა არის ჩვენი პრობლემა რა, რომ ჩვენთან აი ესეთ დროს ანუ რა ხდება, რომ ხდება გამოკვლევები და ამ გამოკვლევებს უნდა აკეთებდეს სახელმწიფო, უნდა აკეთებდეს ბიზნესი, უნდა აკეთებდეს NGO სექტორი. საქართველოს პრობლემა არის, რომ არც ერთი ამას არ აკეთებს. ჩვენ არ ვიცით. ანუ მე რატო ამბობ იცი რა, ძალიან ერთ მაგალითს მოგიყვები რა. რამოდენიმე წლის წინ მქონდა შეხვედრა ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან. ისეთ შეხვედრა იყო არაფორმალური შეხვედრა იყო, სადაც რაღაც საუბარი იყო და თხოვე ამ ადამიანს რომ რომელსაც ან ევალებოდა არ დავასახელებ. ის ევალებოდა რომ მეთქი ევროკავშირში შევდივარ, დათვლილი გვაქვს მეთქი. ანუ რა შედეგებს მოიტანს მეთქი, ანუ რომელ სფეროში გვექნება წინსვლა, რომელ სფეროში გვექნება პრობლემები, რა, ანუ ვკითხე მაჩვენებლები გვაქვს, მე ვიცით მეთქი. მე გონი მაშინ როცა აბსოლუტურად ყველაფერი იდეალურად იყო. 2020 წელი იყო, 21 წელი იყო რა, ანუ ყველაფერი იყო ძალიან კარგად ხო ხდები რა, ანუ ქონდა მოლოდინი რომ აი ახლა მივიღებდით სტატუსას შემდეგ და მაშინ მე როგორც მე მივხვდი იდეაში არ ვიცოდით, არც უფიქრიათ ამაზე. და ახლა დაუბრუნდეთ ამ ჭიათურას. შენს გეთანხმები აბსოლუტურად. მე არ ვიცი, ეს ღირს იქ მოპოვება საერთოდ მადნის? არ ღირს მოპოვება საერთოდ მადნის. ანუ რა პოლიტიკა უნდა ქონდეს სახელმწიფოს ამ შემთხვევაში? ანუ მე რატომ ვიცი რომ აი ძალიან მარტივია რა, რომ მაგალითად ამერიკელ ეკონომის გილბრაიტს შვილს გონდა ასეთი ძალიან კარგი კვლევა, რომელიც ამბობდა, რომ რაღაც შემთხვევაში ჯობია შეინარჩუნო წამგებიანი რაღაცა. კი, იმიტომ რომ იქ სხვა პლუსებია. ხო, იმ წამგებიანი წარმოება, იმიტომ რომ შენ ინარჩუნებ რეგიონს და იქ ხალხი ბოლო-ბოლო არ გაკოწდება, არ გადაიქცევა. რაღაცა შეიძლება ძალიან გრძელვადიანი პოლიტიკა იყოს, ხანდაშენობით განაცვლების პოლიტიკა შეიმუშაო, განვითარების პროგრამა, რომ აი ხეთ შენ დაიწყდა შუთ ამის იმას, რომ მე 10 წლის მერე ამას ნელ-ნელა შეამცირებ და მეორე სოფლიოს დროს იაპონიამ აბსოლუტურად წამგებიანი ინდუსტრიები შეინარჩუნა. კი, ხო და მაგას ანუ ჩვენ ეს არ ვიცით. ანუ მე მართლა არ ვიცი. ხო და ამიტომ ვამბობ, რომ ვისთანაც მილაპარაკია, მეც ეგრე არ ვიცი. ანუ მე ზუსტად უბრალოდ გეთახმები ამ აბსოლუტურად ორივე მხარის არგუმენტებს რომ ვისმენ არ შეიძლება ასეთი განსხვავება. აი ამ არგუმენტებში მე ყველაზე რადიკალურად ექსტრემისტულად მენიშნება და სხვაგანაც იყო იგივე რიონის ხეობა, ჰესის საწინააღმდეგო მოძრაობასაც უკეთესად ვიცნობ ბევრად, სადაც იცი რა გამოსჭვის, რომ ერთგვარი პრიმატი ადგილობრივი მოსახლეობის, რომ ანუ ის სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ეს არის პრაქტიკულად სუვერენიტეტის უფლების დონეზე აყვანილი საკუთრების შეგრძნება. რომ ეს არის ჩემი, ანუ მე თუ იქ მუშაობ და მე იქ შახტაში ჩავდო, ის მადანი პრაქტიკულად ჩემია, იმიტომ რომ როგორ მადანი უნდა იყოს ხალხის წიაღისეულს, მაგრამ ეს ხალხი ხო მთელი ქვეყანაა. ჩვენც ვართ ხალხი. მაშინ ჩვენ ხო იმიტომაც არის საქართველოს და ცალკე ის რომ ყველა გადასახადი ერთად იკრიბება კანონით დადგენილი წესით და მერე ნაწილდება, ხო? ანუ რა მნიშვნელობა აქვს მაგას? მაშინ ვიცხოვროთ პატარ-პატარა იმათ, იყო საქართველოს ეგეთ რომ მაგ დონესთან დაქუცმაცებულად რო ცხოვრობთ, ანუ შეუძლებელია. გესმის, ანუ მაგრამ და როდესაც შენ ერთი არის ადგილობრივი და მეორე არის თბილისიდან სწორედ აი ამ მემარცხენე შეფერილობის NGO სექტორის მიერ ინტელექტუალური მხარდაჭერის აღმოჩენა ადგილობრივების მიერ და მათგან აი ამ ტიპის ნარატივების კულტივირება ეს არის აი ცოტა გაუგება. ხუდი არის ერთი დეტალი რა, პირველ რიგში მე აბსოლუტურად მესმის რომ ადამიანები რომლებიც მუშაობენ, ნახა მაღაროში მუშაობა არ არის სასიამოვნო პროცესი, ვაყიაროთ ეს შევდახდოთ. მე მესმის რომ ადამიანებს კონდეს ხალხის მიმართ სოლიდარობა, იმიტომ რომ როცა კარგავს სამსახურსაც ნებისმიერ შემთხვევაში არის ტრაგედია. შენი და შენი ოჯახის. აქთან გაუნდრო ეს მხარდაჭერა არის ძალიან ნორმალური, მაგრამ აქ არის მეორე მომენტი, რა რომ ჩვენ ხო ვიცით რომ ძალიან ეხლა მხარდაჭერის დიდი ნაწილი ხდება, იმიტომ რომ ვიღაცებს უნდათ რაღაც ანტისამთავრობო პოლიტიკაში მონაწილეობაც. ხო ვიცით რომ ესეც არის. აქედანაც გამომდინარეობს რა, იმიტომ რომ ნაწილი თელიამ დაფინანსებების და თელიამ სოლიდარობის და იმის NGO სექტორიდან მომდინარეობს, იმიტომ რომ ეს ეხლა არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში განიხილება როგორც ანტისამთავრობო თემა. თორე რო ყოფილიყო ეს მაგალითად მარტო ბიზნესის საწინააღმდეგო დამიჯერა იქ მარტო ის ადამიანები დარჩებოდნენ, რომელიც იდეოლოგიურად მხარდაჭერები არიან ხოლმე.
რაც ხშირად არის ხოლმე, ხო არის რაღაც ჯგუფები, რომელიც მართლა კარგად მუშაობენ და მართლა არის ახლა ეს ჩაოლებოთ მიმდინარეობს პროცესები და ამ ადამიანებს წარმატებებიც აქვთ, მე ვიცნობ ახლა ალტერნატიული პროფესიების წარმატებებს, მაგრამ მე მართლა არ ვიცი, ახლა ამ შემთხვევაში ჩემთვის ჭიათურაში ჩვენ არ ვიცით სამწუხაროდ, არავის არ დაუთვლია. ღირს იქ წარმოების აგზელება, არ ღირს იქ წარმოების აგზელება, სახელმწიფო უნდა იყოს თუ კერძო სექტორი უნდა იყოს. თუ უნდა საერთოდ უნდა დავხუროთ, თუ პირიქით რაღაცა იქ საჭირო არის იმ მოპოვებელი ორგანიზაციების გადასხოფერება და რაღაც არაეფექტური მართვა და სხვა ანუ არ ვიცით. ის მით უმეტეს NGO ორგანიზაციები, რომელიც ამაში ჩართული არიან და შეიძლება მიზნობრივი გრანტიც აქვთ ვიღაცებს ამ თემებს სამუშაოდ აღებული, ისინი მე ჩემამდე ვერ მოაქვთ ის ტიპის ინფორმაცია, რაც მე მინდა იმისათვის, რომ მე აზრი შევიქმნა გარდა ეს თქვა მორალური სპეკულაციისა და შეცოდებისა, რომ ნახე არის მაღაროელი, რა პირობებში მუშაობს, იქ ინგრევა რაღაც სახლი, რომელიც მე იქ თვითონვე აღმოჩნდება, რომ გამოთხარა, ან ვიღაცას მისცა, ან ასე შემდეგ. ხო ხტები, აი ბევრი ფაქტორია, სხვადასხვა ინფორმაცია გესმის და აი ამ რაციონალურ ჭრილში მოწოდებული, მოყოლილი ჭიათურის ამბავი თელი წარსულით არა გაქვს. და შენ ცხოვრობ სახელმწიფოში, სადაც მიუხედავად იმისა, რომ ლაპარაკია ჭიათურაზე, რომელსაც აქვს ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის დროიდან, ხო, სხვადასხვა ეტაპზე არსებობის გამოცდილება და კოკა-კოლა, რომელიც შეიქმნა აგერ 20 წლის წინ, 30 წლის წინ, რა განსხვავება ამათ შორის? ხო, სახელმწიფო თვალსაზრისით ორივე ერთნაირი საწარმოა, რა ყავს კერძო მეპატრონე და ორივე ვრცელდება შრომის კოდექსი და ასე შემდეგ. ამიტომ განსხვავებული მიდგომა არის და მართლაც მოკლედ ეს ყველაზე დიდი მოკლედ არაკომპეტენტურობა და საქმეში ჩაუხედაობა არის ჩემი აზრით ყველაზე დიდი და რაც ყველაზე დათური სამსახური. რაც ძალიან ცუდია სამწუხაროდ ამ ხრივ არის, რომ მე ვერც ხედავ გამოსწორების თემას. ანუ მე ატომ ვიცი, რომ თელი ამ ჩემს მე ძალიან მომწონს ამ თელი ჩემს ცხოვრება, რადგან NGO სექტორში გავატარე. თვითონ რომ NGO სექტორი და ეს არ არის ცუდი რამე სიამოვნებაში რა. იქ სადაც სახელმწიფო ვერ აგვარებს რაღაც თემებს, NGO-ს შეუძლია ამ თემების მაგვარება რა. ოღონდ საქართველოში ამან მიიღო აბსოლუტურად დეფორმირებული თემა. იმიტომ მიიღო, მე მგონია, რომ არსებობს ხოლმე როცა რაღაცა სიმულაციურად იქმნება გარკვეული ცოტა პარაზიტული დანიშნულება უჩნდება, რატო? ჩვენ ხო ამის ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს თავის დროზე. ანუ საბჭოთა კავშირამდე მაშინდელი იმპერია რუსეთის, რომელიც იყო ჩვეულებრივად ჩამორჩენილი, მაგრამ ევროპული ყაიდის იმპერია და მონარქია, სადაც ეს კაპიტალიზმის წყაროები შემოვიდა, იგივე ჭიათურის ისტორიას გადახედავ, რა კომპანიები შემოვიდა და მისი განვითარება. ამერიკული ჰარიმანი ვინ იყო ეს ნახო. კიდე გვიანდა მანამდე ფრანგული, გერმანული კომპანიები, კრუპი იყო შემოსული, ყველაზე დიდი ლითონის გადამამუშავებელი საწარმო და როგორ გაჩნდა და ყველაზე დიდი იმპორტიორიც გერმანია იყო, პირველად ამ გამოღებული მანგანუმის ნედლეულის. და ეს სტრუქტურა, ესე ვთქვათ, ეს რა ქვია, ის თქვა მიდოდა, რომ ეს რაღაცა სივრცე ბევრი ფაზა გამოიარა ამან რა და მასზე დაკვირვებითაც შეიძლება, რომ თანთანობით იცვლება მოკლედ მიდგომა და რაღაცა მოცემულობა რა. ну, რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ სპეკულაციის საგანი იყოს ნაკლებად. მოკლედ, დიდი მადლობა ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა, დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ძალიან საინტერესო იყო და მაინც მნიშვნელოვანია, რომ ეს 1 მაისი მშრომელთა დღე რაღაცნაირად ის ერთი დღე მაინც იყოს ხოლმე, როდესაც ცოტა ესე შევხედავთ ხოლმე იმდენე პროცესებს. დღევანდელი გადაცემა დასრულებულია, გემშვიდობებით ორშაბათამდე.